სამყაროში არსებობს ფუნდამენტური კანონი და ეს ფუნდამენტური კანონი ბრძანებს, რასაც ასწავლი, შენ თუ არ აკეთებ ამას, თუ არ ახორციელებ, არ ასწავლო. იმიტომ რომ შენ თუ ხიბლი გეყო და სხვის მოყოლილს ასწავლი, მაშინ როცა შენ არ ახორციელებ, შენ მოძრაობ ხიბლით. შენ არ ასწავლი პირველ რიგში შენ თავს, არ იცი ეს ყველაფერი და ხიბლიდან გამომდინარე ადამიანს ასწავლი ბნელს. რაც არ უნდა გეჩვენებოდეს რომ კარგს ასწავლი, რადგან შენ არ აკეთებ ამას და ამ ხიბლიდან მომდინარე, შენ არასოდეს არ ასწავლი შენ თავს. შენ ყოველთვის ასწავლე სხვას და შენ ყოველთვის უმეცრებაში ხარ, რადგან ეს ხიბლი, რომელიც მოგერია და ფიქრობ რომ შენ არ უნდა ახორციელებდე ამას და უბრალოდ უნდა ასწავლიდე, ეს ხიბლი ყოველთვის გამყოფებს უმეცრებაში. იმას ასწავლი, რაც არ იცი. პირველ რიგში შენ თავს უნდა ასწავლო, თუ გინდა გახდე ჭეშმარიტი და შემდეგ სხვას და არა პირიქით. შენ თუ იმას ასწავლი, რასაც შენ თავად არ იჭერ კბილებით და არ ანხორციელებ, შენ ჩადიხარ ბოროტებას, რაც არ უნდა კარგ რამეებს ლაპარაკობდე. შენ თუ არ იცი ეს, შენ ვერანაირი ფიზიკის კანონით ვერ გადასცემ ამ ცოდნას ჯანმრთელად სხვა ადამიანს. იმ ადამიანის ცოდნას ჯანმრთელად ვერ გადაცემ, რომელმაც ეს განახორციელა, რადგან შენ არ განგიხორციელებია ეს და მისი ნათქვამი შენთვის არის ჩინურივით, ან რაღაც კვანტური ფიზიკის ფორმულასავით, რომელსაც იმეორებ არასწორად და ამით აინფიცირებ არასწორი ინფორმაციით სხვა ადამიანებს. ბიბლიაშიც იგივეა. ბიბლიასაც რომ გიკითხავდეს ადამიანი, ისიც კი ბოროტებას ჩადის იმას თუ არ ახორციელებს. რატომ? იმიტომ რომ ისიც მისთვის კვანტური ფიზიკის და მაღალი მათემატიკის გაუგებარი ფორმულებია და თავისებურად გეუბნება და ბოროტებას ჩადის. ბიბლიას გიკითხავს და ბოროტებას ჩადის. იმიტომ რომ თავად არ ახორციელებს ამას, რადგან ვერ იგებს რას ამბობს და იმახინჯებს გზადაგზა ცოდნებს. ანუ თავად არ იცი და იმას ასწავლი. ბნელი გალაპარაკებს, ხიბლი გალაპარაკებს, ქედმაღლობა გალაპარაკებს, არ გეყო თამდაბლობა რომ ჯერ შენ ისწავლო და განახორციელო. ჯერ შენ განახორციელე და ამით იცხოვრე. ამით გახდები ჭეშმარიტი, პირიქით კი არა. ეს დაემართა რელიგიას და ეზოთერიას და სულიერებას და ყველაფერს. არავის არ უნდა ცხოვრება, ყველას უნდა ლაპარაკი და ლაპარაკობენ რაღაც სიგიჟეებს. მეორე რაღაც სიგიჟეს ლაპარაკობს, მესამე რაღაც ფსიქოპატიას ლაპარაკობს. რატომ? იმიტომ რომ რასაც ლაპარაკობს ცხოვრებაში არ განუხორციელებია. აი როგორი რაღაც ჭირთიც თამარ, ზუსტად რომ რაღაც კვანტური ფიზიკის ფორმულა, რომელმაც საერთოდ გამრავლება არ იცის, ცნობილი ადამიანიდან აიღო და ამ კვანტურ ფიზიკაზე, ამ ფორმულაზე გელაპარაკება არაფერი არ იცის, გამოყვანა, დამატება, გამრავლება, არაფერი არ იცის. აი მარტივად გეტყვით, რომ აიღოთ ადამიანი, რომელმაც არ იცის კვანტური ფიზიკა, მათემატიკა და გამრავლება, დამატება. მიცეთ მას რაღაცა წარმოუდგენელი სირთულის ფორმულა და რომ უთხრათ რომ მიდი ახლა ეს სხვა ადამიანებს ასწავლე. აი როგორ ფიქრობთ, ის თქვენ გასწავლით თუ არა სწორად ამ ფორმულას. ფიზიკურად ვერ გააკეთებს ამას, დაგიმახინჯებთ და კარგი კვანტური ფორმულის რაღაც არასწორ ცოდნას აიტანდა. ღვთიური ცოდნის არასწორი შემეცნება ძალიან დიდი პრობლემაა, აი უდიდესი პრობლემაა, რადგან მაგ დროს უკვე ბნელი გასწავლის შენ და არა ღმერთი. სულიერ ცოდნაში თუ არასწორად გასწავლის, ბნელი გასწავლის ავტომატურად. თავადაც არ იცის იმ ფორმულის გამოყვანა, ასაღებს თავს ვითომ ვიციო და ხალხი მოდის რეგულარულად და გიორგი ეს სიტყვა რას ნიშნავს? აი აბსოლუტური სიბრიყვე, არანაირ ფიზიკაში რომ არ ჯდება, არანაირ აზრში რომ არ ჯდება და ეს ადამიანი მეკითხება მე რას მეკითხები? წადი და კითხე, ვინც ეს გითხრა. ვინც გითხრა იმას, რატომ არ ეკითხები? მე ვერ გავიგე, იმიტომ რომ არანაირ ფიზიკის კანონში, სამყაროს კანონში, უფლის კანონში არაფერში არ წერია რაღაც სიტყვა მოჩეკა. მოდი ამ სიტყვის მნიშვნელობით ვიტყვი და ვერ იგებს ვერც თავად ვერც, მაგრამ ლამაზად თქვა. მაგ დროს როგორი შეგრძნება მაქვს ხოლმე, იცით? ცოტა უსიამოვნო და რატომ? ყველაფერზე მაქვს პასუხი. მართლა ყველაფერზე მომდის პასუხი, ყველაფერზე რაც ვითხოვე, მაგრამ მასეთი კითხვებით რომ მოდიან, თავს გძნობ, თითქოს რაღაც არ ვიცი. იმიტომ რომ ისეთ რაღაცას ეუბნება, რომ აზრი კი არა, არაფერი არ დევს შიგნით. აი მე რომ გითხრათ ეხლა კიბეზე ავედი და კიბეები არ იყო. რა ღრმა ფილოსოფიაა. კიბეზე რანაირად დადიხარ, კიბეები თუ არ არის, კაცო? ან ფილოსოფიაც კი არ არის. უბრალოდ ეუბნება რაღაცას, რაც ადეკვატურ მექანიზმში არაფერში არ ზის. ვერ გაიგო იმ ვიღაცამ და ლამაზი რომ გამოჩნდეს, წაიკითხა ოშო, ვიღაცები წაიკითხა და ვერაფერი ვერ გაიგო და ერთადერთი რაც გაიგო ის არის რომ ლამაზად რაღაც სისულელე თქვა
ხალხას და სიტყვათა გაუგებარი თანწყობა და ამ გაუგებარი თანწყობებით ცხოვრობთ და გაუგებრობაში ხართ, აი როგორ ხართ, იცით? თვალებ ახვეული ნისლში დადიხართ და ფიქრობთ რომ ცოდნები გააქვთ და ფიქრობთ რომ ეს ადამიანები რაღაც ცოდნებს გაძლევენ. და შენ რომ იმას ლაპარაკობ, რაც არ იცი და გაუგებრობაში აგდებ ადამიანს, ილუზიას უქმნი თითქოს რაღაც იცის, შეცდომაში შეგყავს, ეს არის უდიდესი ბოროტება. ბოროტება, ის კი არ არის ცუდი, ბოროტებაა იმის სწავლა, რაც არ იცი. მეც ბევრი რამე არ ვიცი, იმდენი რამე არ ვიცი, იმდენი რამე მაქვს სასწავლი, მაგრამ რამეს თუ არ ვაკეთებ და იმაზე ვილაპარაკო, მაგ შეცდომას არ დაუშვებ. მასეთ იდიოტობას როგორ ჩადიხართ, საკუთარ თავთან მაინტერესებს, რომ იმას ასწავლით, რაც არ იცით. იმიტომ რომ ბევრი რამე კი არა, არაფერი არ იცით, მე მგონი, საერთოდ. და ამ შეცდომასაც ამიტომ უშვებთ, ვერ ხვდებით, რას ჩადიხართ. ამაშია პრობლემა. ასეთი სულიერი მოღვაწე გამოვა რაღაცეებს ცოდვები ედება თავისი ჭკუით და იმ ცოდვაზე განიცდის და მერთო მომიტევე და ათასობით ადამიანს ტვინი გამოულაყა. არასწორი ცოდნები ჩაუდო და გაადებილა. მოდი უხეში სიტყვით ვიტყვი და გონია რომ ეს ცოდვა მისი არ არის. აი მაგალითად, მე ხორცს არ ვჭამ და არც არასდროს ვაპირებ ხორცი ვჭამა. მე თუ ხორცის ჭამა დავიწყე, მე ნაშრომი მაქვს დადებული, ძალიან სერიოზული ნაშრომი მაქვს დადებული. და მე რომ ხორცის ჭამა დავიწყო, მე მომიწევს მაგ კონკრეტული ნაშრომის წაშლა. აღარ მაქვს მე უფლება ვილაპარაკო ხორცი არ ჭამო, რაც უდია მაგაზე და თუნდაც მერე დავიწყო ხორცის ჭამა, მე უნდა წავშალო ის ვიდეო, მე უნდა წავშალო ის მადლი, რაც გავაკეთე და რაც მოუტანს ადამიანს კიდევ ბევრ მადლს. რადგან ეს იქნება ჩემი გადასახადი. მე თუ არ ვაკეთებ იმას, რასაც ვლაპარაკობ, იმას არ უნდა ისმენდეს ადამიანი ჩემგან. თუმცა იმ მომენტში სუფთა ჩავწერე, რადგან არ ვჭამდი ხორცს, ეხლაც არ ვჭამ. მაგრამ მაინც მე არ უნდა ვლაპარაკობდი არ ჭამო ხორცი თუ ხორცს ვჭამ. ეს არის უდიდესი ბოროტება. ეხლა ყველას ჩვენი მინუსი გვაქვს, არის რაღაცეები, რასაც მე ვაკეთებ. მაგალითად, დღესასწაულებზე ალკოჰოლს ვსვამ. დღესასწაულებზე მხოლოდ. თუ დავლევ, სიგარეტს ვეწევი ხოლმე, მაგრამ 28 წლამდე მე ღერი არ მქონდა მონაწევი და ესე ვარ დიდი ხანი. როგორც მინდა, ისე მოვწევ ხოლმე სიგარეტს. მე ნუ მიყურებთ, მე სხვა საკითხებში იმდენი სისუფთავე მაქვს დაცული და იმდენი ლოცვა მოდის ჩემს მიმართ და იმდენს ლოცავ და მაქსიმალურად სუფთად ვიკვებები, რომ მე ნუ შემედრებით. ეხლა მაგაში 28 წლამდე ღერი არ მქონდა მონაწევი და ისიც არ არის პრობლემა, რო არ მოვწიო. ანუ ეგეც არ მაქვს პრობლემა, არ მაწუხებს საერთოდ, მაგრამ რომ დავლევ, მოვწევ ხოლმე და ეხლა რის თქვა მინდა, ვერ ჩავწერ ნაშრომს. ბევრმა მთხოვა, რომ სიგარეტის მოწევაზე ჩაწერ, ვერ ჩავწერ მე ნაშრომს. არ მაქვს მაგის უფლება, რომ ვილაპარაკო, სიგარეტი არ მოწიო საერთოდ. ანუ არ მაქვს მაგის უფლება, არ ვაკეთებ მე თავად ამას. ძალიან ცუდი რაღაც არის სიგარეტი. ეხლა ერთი დავიტოვე, ყველაფერი გავასუფთავე ჩემ თავში, ეს დავიტოვე ერთი. მე ხომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მე ხომ არ მაქვს ამბიცია ბერობაზე, წმინდანობაზე არ მაქვს. მე ვარ ჩვეულებრივი გლეხი ადამიანი. ამიტომ თუ დავლევ სიგარეტს ვეწევი ხოლმე. ან რაღაც სიტუაცია თუ იქნება მოვწევ, მაგრამ ისე არ არის რომ პაჭკა მომიწევი, არასდროს არ მომიწევი ერთი პაჭკა ერთ დღეში. მიხვდით როგორ ვარ და არც მაწუხებს. ბუნებრივად თუ წავა, თუ იქნება ამის სურვილი. ბუნებრივად. არა მაგ პრობლემა არ შემაწუხებს. ამიტომ მე ნუ მიყურებთ, მე არ ვარ დამოკიდებული მაგ ნაწილებზე. უბრალოდ რაღაცეები დავიტოვე რომ აი დავმიწდე და მოკლედ ძელი თემა ეხა ამაში ხა ღრმად არ შევალ. გესმით? იმას გეუბნებით რომ რამეს მე თუ არ ვაკეთებ, იმაზე მე არ ჩავწერ ნაშრომს, არ ჩავწერ ნაშრომს, სიგარეტი არ მოწიო, ცუდია, არ მაქვს ამის უფლება. მე თავად არ ვაკეთებ ამას. მე თავად ვარ ამაში ცოდვილი, მოდი ამ ჭყალებში ვიტყვი. მიხვდით? ესე უნდა იყოს სისუფთავე მაქსიმალურად, რაც შეიძლება. ისე კი არა რომ სიგარეტს შიგადაშიგ ვეწეოდე სიტუაციიდან გამომდინარე, სადმე წვეულებაზე თუ არა, ანუ ახალ წელს თუ არა, ანუ რაღაც სიტუაციაში თუ არა და მოვიდე მე თქვენთან აქ და არ მოწიო სიგარეტი ცუდია. როგორ შეიძლება ესეთი ცრუ იყო? ეს ხომ ბოროტებაა, ეს ხომ სიცრუეა, ეს ხომ არაღვთიურია. ამიტომ მას რაღაცას არ ვაკეთებ არაფერში. მე არაფერს არ გეუბნებით ისეც, რასაც პირადად მე არ ვაკეთებ. ეს იმიტომ მოგიყევით რომ მიხვდეთ რომ მე არ ვარ რაღაც განსაკუთრებული ადამიანი, არ ვარ რაღაც ისეთი, გიორგი რა სუფთა. ჩვეულებრივ ხო ისენი ყველაფერი მაქვს ისუფთავეები, რასაც გიყვებით. მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. დალევა არ მიყვარს ზოგადად, მაგრამ დაბადების დღეზე დავლევ იქ, მეგობრები რო გავალთ აივანზე, მოვუწევთ დალეულზე. იქ რაღაც სიტუაცია რო არის, დავლევ წელიწადში შეიძლება 3-4-5 ჯერ დავლევ არც მაგდენი. მიხვდით? მაგრამ მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ თქვენსავით. მაგრამ ის სისუფთავეები, რაზეც გელაპარაკებით, ყველაფერს ვიცავ. სიტყვების სისუფთავე, ქმედების სისუფთავე, ფიქრების სისუფთავე, სიკეთის ქმედებები, ყველაფერი რასაც გასწავლით, ყველაფერს ვიცავ კბილად.
კბილებით. რასაც არ ვაკეთებ, არ გელაპარაკებით. ეს არის სუფთა და სიმართლე და ჭეშმარიტი. ამიტომ თუ შენ თავად 100%-ით არ აკეთებ რაღაცას, არა სწავლო, ნუ დაიდებ ამ ცოდვას შენს თავზე. ძიმეა მეტისმეტად ეს ცოდვა, იმდენად რომ შენ ამ ყველაფრის მასშტაბს ვერ აცნობიერებ. ჯერ შენ თავს ასწავლე, განახორციელე და მერე სხვას. და ეს რომ გააკეთო, თანმდაბლობა დაგეხმარება ამაში. თუ ვერ აკეთებ რაღაცას, სხვა რაღაც ასწავლე, რასაც აკეთებ. რადგან მე შენ ამ ინფორმაციას უბრალოდ კი არ გიზიარებ. ამან სამყაროში ისეთი დესტრუქცია დადო, რომ მე მიწევს ამაზე ლაპარაკი. მე არა, უფალს. საქმე არის სერიოზულად. მნიშვნელოვანია ეს, რასაც გიხსნი აქ. ამიტომ განახორციელე ეს ჭეშმარიტება. აი, მარტივი პასუხები ხომ გიყვართ? შენ თუ ამ კანონს არ ღვევ, ვერ გადარჩები. თუ არ არღვევ, გადარჩები. ამიტომ ილაპარაკე ის, რასაც აკეთებ და არასოდეს არ ილაპარაკო ის, რასაც არ აკეთებ და რაც კბილებით არ გიჭირავს.